სამი ტელეკომპანიის იმედის მაესტრო 24-ის და მე-9 არხის ეთერში არის გადაცემა ცხოვრებაზე დიაგნოზით. ეს არის უპრეცედენტო სატელევიზიო პროექტი, რომელიც სტარტდება USAID-ის ჯიპაკის პროგრამის ფარგლებში. C-ჰეპატიტის პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ Facebook გვერდზე დაგისვით შეკითხვა, თუ რაიმე ფორმით შეგეხოთ ეს დაავადება და ვნახოთ როგორი არის ამ დროისთვის შედეგები. მონაწილეობა მიიღო 3000-ზე მეტმა ადამიანმა, 14% აქედან თავად აქვს C-ჰეპატიტის, 22% ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრს აქვს ეს დაავადება, მეგობრებს 17% და არ შეხებიათ 47%. მე ძალიან მიხარია, რომ საკმაოდ ოპტიმისტური არის ჩვენი Facebook გამოკითხვა, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი ოპტიმისტური მონაცემები ჩვენ სხვადასხვა კვლევების შედეგად არ გვაქვს. C-ჰეპატიტთან ბრძოლის გზებზე ვიდრე გადავალთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვისვათ შეკითხვა, დაუსვათ შეკითხვა ჩვენი გადაცემის სტუმრებს, ამისათვის საჭირო რომ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 2940400. ჩვენი C-ჰეპატიტის პაციენტი გაერთიანების ცხელი ხაზის ოპერატორები ჩაიწერენ თქვენ შეკითხვებს და შემდგომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ისინი დაუსვათ ჩვენი გადაცემის სტუმრებს. ძალიან მოკლედ ქალბატონ ელზა, თქვენი მიმართულებით შემოვიდა ერთი შეკითხვა, B-ჰეპატიტი C-ში გადადის? რა თქმა უნდა, არა. B და C აბსოლუტურად განსხვავებული ვირუსებით გამოწვეული ღვიძლის ანთება გახლავთ. ჰეპატიტს თავისი სცენარი აქვს, მასაც შეუძლია ქრონიკული ანთების გამოწვევა, ღვიძლის ციროზის, ღვიძლის კიბოს განვითარება. C-ჰეპატიტი სრულიად სხვა ვირუსია, თუმცა ისიც ასევე კონტაქტურია როგორც B-ჰეპატიტი. უფრო მეტიც, შეიძლება ადამიანს ერთდროულად ორივე ვირუსით გამოწვეული ანთება ჰქონდეს. თუმცა სხვადასხვა ვირუსზე არის. აბსოლუტურად განსხვავებული ვირუსები. ისინი ერთმანეთში არ გადადიან, არანაირად. გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენ საუბრობდით, რას გააკეთებს ფარმა ორგანიზაცია ამ შემთხვევაში თქვენ ვინაიდან როშეს წარმოადგენთ თქვენი ორგანიზაციის სახელით, რომ ფასმა დაიწიოს. თუმცა მარტო თქვენი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს დაბალი ფასი. ბატონ დიმიტრი, თქვენთან მექნება შეკითხვა 2013 წელს, როდესაც თქვენი პოლიტიკური გუნდი უკვე მოვიდა და პარლამენტში უმრავლესობით შემოვიდა, ჯანდაცვის ბიუჯეტი 2013 წლის პრიორიტეტი იყო შემდეგი: ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა. არის თუ არა ეს? რა თქმა უნდა, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, იქ გაწერილი ჰქონდა, რომ სახელმწიფო აიღებდა ვალდებულებას და ეზრუნებდა თითოეულ მოქალაქეზე ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. სწორედ ამიტომ ჩვენ თავიდანვე შემოვიტანეთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და მთავარ საფინანსო დოკუმენტში გავწერეთ ჯანდაცვის ხარჯები, ეს არის 505 მილიონი და პროგრამული ასევე პლუს 135 მილიონი. და ჩვენ განვახორციელებთ უკვე ორი ეტაპი, პირველი ეტაპი 28 თებერვალამდე, ვინც არ იყო დაზღვეული და ეს იყო მოსახლეობის ნახევარი, მოხდა მათი დაზღვევა და მათ მიიღეს სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება და პირველი ივლისიდან ეს გაფართოვდა და უკვე ბენეფიციარებმა უკვე იღებენ გეგმიურ სამედიცინო მომსახურებასაც. თუმცა უკაცრავად რომ გაწყვეტენ 47000 ადამიანზე, ვისაც აქვს C-ჰეპატიტი და ჭირდება მკურნალობის კურსის ჩატარება, ხელმისაწვდომი ტერმინი არ ვრცელდება. ასევე თუ ბიუჯეტში პროგრამული კუთხით, როგორც თქვენ ძანეთ, არ შევა სპეციალური მუხლი C-ჰეპატიტთან ბრძოლა, ან რაიმე სხვა სახელწოდების, რომელიც იქნება სადაც იქნება გათვალისწინებული თანხები სწორედ ამ დაავადების წინააღმდეგ. ჯანდაცვის სამინისტროდან ჩვენ ვერანაირი პროგრამის დაწყებას არ უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ საბიუჯეტო კუთხით გათვალისწინებული ამ ეტაპზე არაფერი არ არის. 2014 წელს იგივე სიტუაცია იქნება თუ შევა მოგახსენეთ, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით დაახლოებით 98 მილიონი ჭირდება იმისათვის, რომ C-ჰეპატიტი ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობა და დაფინანსდეს ძირითადად ეს თანხები არის ანტივირუსული პრეპარატების შესაძენად და ეს ბიუჯეტის დაახლოებით 1/6-ია. 98 მილიონი. თუმცა მკურნალობა რა უნდა ღირდეს ამ დროს, რომ 98 მილიონი გაწდეს ყველას, ვისაც ის ჭირდება? მკურნალობა ამ წუთას მე არ შემიძლია თვითონ პაციენტზე გადაანგარიშებით რა შეიძლება დაждდეს, მაგრამ თქვენ იცით, რომ საარჩევნო აღსრულების სისტემაში უკვე პროგრამა დამუშავებულია და მხოლოდ ტექნიკური დეტალებია და დარჩენილი, ანუ მიდის მზადდება პრეპარატების შეძენაზე და სექტემბრიდან უკვე განხორციელდება ეს პროგრამა, ანუ წელიწადში 503 პაციენტი, ამჯერად პაციენტი მიიღებს მომსახურებას ან დაიწყებს მკურნალობას და ასევე მიდის პროგრამაზე მუშაობა, სექტემბრისთვის ალბათ დასრულდება და შემდეგი წლისთვის
არის გათვლილი, რომ სამოქალაქო სექტორში პროგრამამ დაიწყოს განხორციელება და ძირითადი არის სახელმწიფოს მიდგომა, რომ პრეპარატები, ანტივირუსული პრეპარატები გაიაფთეს და აქ არის ორი მიმართულება. ერთი რომ წარმოებელ კომპანიებთან მოხდეს მოლაპარაკება და იგივე ვთქვათ როშეს ფირმასთან, რომ ფარმაცევტული წარმოების ერთ-ერთი რგოლი საქართველოში განხორციელდეს ამან გარკვეულწილად დაწიოს ფასი პრეპარატის და მეორე ასევე ეგვიპტური წარმოების პრეპარატი რეიფერონი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად არის ხმარებაში ეგვიპტეში და თუ ის გარკვეულ დოკუმენტაციას წარმოადგენს და ჩვენ გვექნება საშუალება დავარეგისტრიროთ, ესაც უკვე გაზდის კონკურენციას მე რამდენადაც ფარმა ბაზარზე ფასს დაწერს. ჩემი მონაცემებით მე ვარ ადამიანი, რომელიც C ჰეპატიტს საკმაოდ კარგად იცნობს როგორც პაციენტი. 2006 წლიდან ვცხოვრობ ინგლისში, სადაც გავიარე ერთი კურსი იყო უშედეგო და ეხლა გავდივარ მეორე კურსს, მე დამრჩე 5 ნემსი, გავდივარ ინტერფერონ თერაპიას, უგონოდ 3 კომპონენტიანს, რაც საქართველოში საკმაოდ ჯვირიჯდება თანხის დასახელებისგან თავ შევიკავებ, ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე 22,000 ლარი. რაც შეეხება ეგვიპტურ პრეპარატს, ის საკმაოდ ეფექტურია ჩვენი მონაცემებით მეოთხე გენოტიპზე. ანუ ის გენოტიპი, რომლის პრევალენცია საქართველოში ეგვიპტური პრეპარატის კვლევა ამ მიმართულებით არ ჩატარებულა, თუმცა მოდით ეხლა საუბარი დავიწყოთ თუ რა პროგრამები იწყება პენიტენციურ სექტორში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა იქონიოს ფასის დაწევაზე. ერთი შეკითხვა მექნება თქვენთან, რეჟისორს ვთხოვ, რომ ნახოთ ერთი ადამიანის ფოტო პლაზმაზე და მინდა რომ მკითხოთ ვინმე თუ იცის ვინ არის ეს ადამიანი. ეს არის ხვიჩა პოღოსიანი, ადამიანი, რომელიც 2009 წელს უჩივა საქართველოს, იმის გამო, რომ მას ციხეში არ აღმოუჩინეს დახმარება. ის ითხოვდა ძალიან მარტივს. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხვიჩა პოღოსიანი, თუ შეიძლება პლაზმაზე დავტოვოთ სურათი, ითხოვდა, რომ ბადრაგირება მოხდეს მისი საჯარისკაცების დეპარტამენტიდან კლინიკაში, იცოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი და სურდა გამოკვლევა ჩაეტარებინა რა სტადიაზე არის მისი C ჰეპატიტი. სამწუხაროდ საქართველოში მან სამართალი ვერ ნახა და უჩილა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ შევიდა პირველი საქმე C ჰეპატიტთან დაკავშირებით. 2009 წელს მან ეს საქმე მოიგო, უფრო მეტიც საქართველოს ვალდებულების სახით დაეკისრა C ჰეპატიტის მკურნალობა. ანუ აქ ხაზი უნდა გაიცვას, სწორედ ხვიჩა პოღოსიანის დამსახურებაა, რომ მას შემდეგ რაც მან ეს საქმე მოიგო, 47 პატიმარს ჩაუტარდა ინტერფერონ თერაპიის კურსი მომდევნო წლებში და დღეს საქართველოს ვალდებულების სახით იძულებულია დაიწყოს ეს პროგრამა უკვე პენიტენციალურ სექტორში. ამ თემაზე მუშაობდა ჩემი კოლეგა ნატა ასათიანი 2013 წლის 27 თებერვალს საფრანგეთში ერთ-ერთ ციხეში მოხდა ძალიან ტრაგიკული შემთხვევა. ინტერფერონ თერაპიის მკურნალობის დროს საკუთარი ფეხსაცმლის ზონარებით თავი ჩამოიხრჩა საქართველოს მოქალაქემა. ინტერფერონ თერაპიას ძალიან სერიოზული და მძიმე ზოგ შემთხვევაში გვერდითი მოვლენები აქვს. მკურნალობა საკმაოდ მძიმეა, მე საკუთარ თავზე მაქვს არაერთხელ გამოცდილი. როგორც გითხარით, ახლა ვდივარ ამ მკურნალობის კურსს. საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების მკურნალობა სექტემბრიდან დაიწყება. ეცხრეახი ჟურნალისტი ნატა ასათიანი არ ყვევდა, რამდენად მზად არის ციხე, პაციენტი და ექიმი მოსალოდნელი სირთულეებისათვის. C ჰეპატიტი გისოსებს მიღება. სექტემბრიდან C ჰეპატიტით დაავადებული მსჯავრდებულების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს. C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა პენიტენციალური სისტემიდან იწყება. ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის ინფორმაციით საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც სახელმწიფო C ჰეპატიტთან ბრძოლას სასჯელ აღსრულების სისტემიდან იწყებს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მსჯავრდებელი იმისთვის, რომ მას სახელმწიფომ უმკურნალოს და რა ეფექტს იქონიებს პროგრამა სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაზე. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. გიორგი გონჯილაშვილი სასჯელ აღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის დაწყებას ელოდება. ის 95 წლისაა და ქსნის ნომერ 19 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში სასჯელს 2008 წლიდან იხდის. გიორგი დარწმუნებულია, რომ C ჰეპატიტით ციხეში დაინფიცირდა. ეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადება, რომლის პროგრესირება ავტომატურად იწვევს ლეტალურ შედეგს. საქართველოში პატიმართა სიკვდილიანობის 20% C ჰეპატიტზე მოდის. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასჯელ აღსრულების სისტემაში 790 პატიმარი გარდაიცვალა. ყოველი მეხუთე C ჰეპატიტმა იმსხვერპლა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ამჟამად საქართველოდან 100 პატიმრის სარჩელია შესული. ისინი ციხეში ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ დაავადებული ვარ C ჰეპატიტით, სისხლში ვირუსის ზრდადი შემცველობა 776 ერთეულია. ეს არის ნაწყვეტი მსჯავრდებულ ხვიჩა პოღოსიანის განცხადებიდან, რომლითაც მან რუსთავის ნომერ მე-6 საპყრობილის დირექტორს სერგო კეკელაშვილს 2007 წელს მიმართა. ვთხოვთ გამოკვლეული იქნეს სისხლის ანალიზი რაოდენობრივი ერთეულის დადგენის მიზნით. ჩვენი мотиваცია და მიზანი რა იყო? უნდა მიგვეღწია მინიმუმ იმისთვის, რომ მსჯავრდებული პატიმარი ეტაპირებული ყოფილიყო ციხის სამკურნალო დაწესებულებაში. ხვიჩა პოღოსიანი პირველი პატიმარია, რომელმაც საქართველოს სასჯელ აღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის მკურნალობის არარსებობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ საქმეზე პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ მომჩივანის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ხვიჩა პოღოსიანი C ჰეპატიტით გამოწვეული გართულებებით 2013 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. პენიტენციალურ სისტემაში C ჰეპატიტზე მკურნალობის მისაღებად სასამართლოში ჩივილი საჭირო აღარ იქნება. შემოდგომიდან სახელმწიფო წელიწადში 500-მდე მსჯავრდებულის მკურნალობის კურსს დააფინანსებს. C ჰეპატიტის მკურნალობა პრეპარატ ინტერფერონის საშუალებით ხდება. მკურნალობის გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი შემდეგი სიტყვებით იწყება. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს დეპრესია და სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას სცადოს. არის შემთხვევები, როდესაც ინტერფერონ თერაპიის მკურნალობის კურსის დროს პაციენტებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. საქართველოს სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ C ჰეპატიტით ინფიცირებული ყველა პატიმარი მკურნალობის კურსს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ვერ გაივლის. ყურადღების გარეშე არც ერთი პატიმარი არ იქნება დარჩენილი. დანარჩენი ინფრასტრუქტურა ჩვენ რაც დაგვხდა, ეს არის შუა საუკუნეების დილეგების მსგავსი. თავარი შეკითხვა, რა დაჯდება მკურნალობის კურსი, პასუხგაუცემელი რჩება. თუ ინტერფერონ თერაპიის კურსი, რომელიც დღეს 22,000 ლარი ღირს შემცირდება, მაშინ C ჰეპატიტის მკურნალობის დაფინანსება სტანდარტული ჯანდაცვის პოლისით იქნება გათვალისწინებული. ჯერჯერობით კი C ჰეპატიტის მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ გისოსებს მიღმა არის შესაძლებელი. ჯერჯერობით მკურნალობა მხოლოდ გისოსებს მიღმა არის შესაძლებელი ვისთვის ბატონო არჩილ? ვინ შეძლებს ამ მკურნალობის კურსის ჩატარებას? ეს მკურნალობა იქნება მსჯავრდებულებისთვის, სანამ კონკრეტულ პასუხებს გაგცემთ, მინდა ვთქვა, რომ გადაცემა არის ძალიან საინტერესო, მომზადებული და ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი იმ გადაცემების შორის, რაც კი ამ თემაზე მინახავს. მადლობ თქვენ და გუნდს, ვინც ამზადებდა. დიდი მადლობა სამივე ტელეკომპანიას, Siemens, მეცხრეას და Maestro 24-ს. რაც შეეხება ვინ მიიღებს კურსში. ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო ახალი ძალიან საჭირო ხიდის მშენებლობა. ეს ხიდი არის C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც ინფიცირებულ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დააკავშირებს. სექტემბერ-ოქტომბერში ეს პროგრამა დაიწყება, მისი განხორციელება დაიწყება. დღემდე სასჯელ აღსრულების სისტემაში რჩება ბევრი ადამიანი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების და მათ შორის C ჰეპატიტის გამო. მე მინდა მხარდაჭერა გამოვიცხადო ყველა მსჯავრდებულს, ვინც ელოდება მკურნალობას შესაძლებლობის ფარგლებში. ისინი მიიღებენ ძალიან დროულ დახმარებას. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ ვინ მიიღებს ამ დახმარებას, ეს პროგრამა და მისი კრიტერიუმები, რომელიც შეიცავს როგორც კლინიკურ, ასევე არაკლინიკურ, ასე ვთქვათ, შერჩევის ფაქტორებს, მომზადებული იქნა, მე ვიტყოდი, ქვეყანაში მოწინავე სპეციალისტების მიერ, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით ღია კონკურსით და ამ ადამიანებმა შექმნეს პროგრამა, რომელშიც ყველა შეკითხვას, ეს არ არის დეკლარაციული დოკუმენტი, ყველა შეკითხვას აქვს ძალიან კონკრეტული პასუხი. მთავარი შერჩევის კრიტერიუმები დავასახელოთ? მთავარი, ასე ვთქვათ, ნაწილი ამ პროგრამის არის, რომ 12,000 მსჯავრდებული გაივლის შემოწმებას ამ ინფექციაზე, 5,000 მსჯავრდებული გაივლის ვაქცინაციას B ჰეპატიტზე, რომ ამ ვირუსთან დაინფიცირდეს, 3,000 ადამიანი სიღრმისეულ დიაგნოსტიკას და 500 ადამიანი წელიწადში მკურნალობას. კრიტერიუმები არის შემდეგი: გვიძლის დაზიანების ხარისხი, ვირუსული დატვირთვა, გენოტიპი და სხვა კლინიკური პარამეტრები, რომელიც 500 მსჯავრდებული წელიწადში მკურნალობას გაივლის, თუ რამხელა იქნება, თუ 22,000 ლარი დაჯდება მკურნალობის კურსი? მკურნალობას გაივლის ნებისმიერ შემთხვევაში, პროგრამა დაიწყება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ ეხება პროგრამის დაწყებას, ეს ეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობა გულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსის სამინისტროს და სასჯელ აღსრულების სამინისტროს, პარლამენტის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აწარმოებს დღეს ძალიან პრინციპულ მოლაპარაკებებს, რომ სასჯელ აღსრულების სისტემაში პროგრამის დაწყებას მოჰყვეს პრეპარატის გაიაფება მთელი მოსახლეობის. მე როგორც ვიცი, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
და ასევე ჩვენ ცნობილი ვართ თქვენ ახლა ღიად ვერ ისაუბრებთ, იმიტომ რომ დახურული არის ეს მოლაპარაკებები. რამხელა ვარნაზე არის საუბარი, რამდენ პროცენტიან კლებას ელით თქვენ ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ? მე ვიტყვი იმას, რაც წესით საჯარო უნდა იყოს, ჯერ კიდევ 2011 წელს ამ პრეპარატის ფასი სახელმწიფო შესყიდვაში თითქმის განახევრდა, მაგრამ ეს განახევრებული ფასი არ ყოფილა ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელს თავის წინ უნდათ ამ პრეპარატის შესყიდვა. წელს ეს უკვე გახდა განუყოფელი პირობა პროგრამის დაწყების და მოლაპარაკებების, რომ ფასდაკლება გავრცელდეს არა მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებზე, არამედ ყველა იმ 200,000 მოქალაქეზე, რომელსაც სავარაუდოდ მკურნალობა ესაჭიროება. რა თქმა უნდა, პროცესი დახურულია, მაგრამ პროცესი გაიხსნება მაშინვე, როდესაც ჩვენ გვექნება პირველი შედეგები. ძალიან დიდი მადლობა. ფასის ვარნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელმისაწვდომი გახდეს არა მარტო პენიტენციალურ სისტემაში, არამედ პენიტენციალურ სისტემის გარდა, თუმცა C ჰეპატიტი მკურნალობის საფასურის გარდა ძალიან დიდი რისკ ფაქტორებია მისი გადადების. თეასიჩინავა მუშაობდა ამ თემაზე რეკლამის შემდეგ. რისკ ფაქტორები და C ჰეპატიტი, რომელიც სერვისები, რომელიც რეგულირების გარეშე დარჩა, არ გადარჩა. არ გადარჩა უკაცრავად.